მოკლედ მოვედით სტენდი ბატონი ზურა კვანჭახაძის ნამუშევრები გახლავს ეს. თვითონ ბატონი ზურა ალბათ გადაღებაზეა გასულ. ეს მისი ბიჭია. მოგესალმებით. მოკლედ აი ეს ნამუშევრები ბატონი ზურასი. ხანჯლები მოგესალმებით ბატონებო YouTube არხი უიარაღო მოგესალმებით ეს ვისინდა ახელავია სახელი გვარი ლუკა ნადირაშვილი მე თქვენ გამოწერილი მყავხართ მე მგონი ძალიან კარგი ჩემო ვისურვებ წარმატებებს აბა თქვენიც მოვალ მე გადავიღო რა შენი ნამუშევრები მინდა მოვადექით ქართულ ხირიბებს ესე სათითაო თუ მოგეწონებათ YouTube არხი მაქვს უიარაღო და გამომიწერეთ რა შემოგვიდაუდა მოგესალმებით ბატონებო ქრისტიანს გამრავალ და ეს არის გიორგი წერეთელი თუ გახსოვართ თქვენი ნამუშევრები ამოძავდით სტენდი გიგა და ვალერი გორგიაშვილი ეს რა ლამაზი ნამუშევარი. ამას მე ცალკე გადავიღები. ეს რა ფასიანია? 350 დოლარი. 350 დოლარი. პოლადია ლამინატია რა? კი.
მოგესალმებით ბატონო გოჩა. YouTube არხი უიარაღო. თქვენ დიდი მოყვარული პატივისცემელი. უიარაღო მქვია, მაგრამ იარაღებს განვიხილავ და ვიღებ. და მოკლედ კახაზარნაძის ცხონებულის ერთ-ერთი პირველი მოწაფე და კახას ვცნობდი. კახა ჩემთან უნდა ჩამოსულიყო ნიდერლანდებში, სლოვაკიაში და აი ვიზა უკვე გაკეთებული მქონდა, გაგზავნილი მქონდა და გარდაეცვალა. გული აწუხებდი. გული აწუხებდი. ეს არის ის საოცარი ხმალი, რომელიც ის რო თქვა რომ გაქნანახი ის გაყიდულია, ეს ახალია. ეს ახალია. მაგრამ ისეც ისე იკეცება როგორც წინანდელი. აი ესე ამის ახალსებული ხმა აქვს და შემდეგ აბუა ჩემი იტყო და გველის პირული ერთ ხაწინზე. მოკლედ ეს ის გველის პირული არ არის, მაგრამ ეს არის ის ხანჯალი, ხმალხანჯალა ეგრეთ წოდებული, რომელიც ხანჯალზე გრძელია, სატევარია, არის ძალიან დრეკადი, ძალიან სუბუქი ხალხო. აი სუბუქეს. და წელზე შემოსარტყმელი. ერთადერთი